ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 21 საუკუნის ბათუმის არქიტექტურული მემკვიდრეობის თემის რიგული დისკუსია გაიმართა. მომხსენებლები ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი და აჭარის ხიფცითის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ბურჭულაძე იყვნენ. შეხვედრაზე ბათუმის ტერიტორიაზე უკანასკნელი წლების მანძილზე განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ ისაუბრეს. დისკუსიის მონაწილეების აზრით, ქალაქში სამშენებლო პროცესის არასწორმა წარმართვა ბათუმის ბუნებრივი ვენტილაციის შეზღუდვა გამოიწვია, რაც სპეციფიკური გეოგრაფიული განლაგებისა და ისედაც მაღალი ტენიანობის მქონე ქალაქისთვის ზიანის მომტანია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ყველაზე მტკივნეულად ბათუმში მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა შეფასდა, რაც მათი განცხადებით ქალაქის იერს ამახინჯებს. მინდა ნელა შევაჩვიოთ მენაშენები, სამწუხაროდ დღეს მენაშენები აი ძირითადად ეს მომენტები უნდა იძალოს მახინჯი შენობები, რომელსაც აქვს ყურკედლები. ბათუმში არის ისოლაციის ანუ მზის შეღწევი ძალიან დაბალი დონე და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი, ბავშვები განსაკუთრებით დავარდებიან. ეს პრობლემაც უნდა იყოს გადაჭრილი. შემდეგ ძალიან ბევრია ერთგვაროვანი გამჭვანება, პალმები, ესენი უნდა იყოს ამოღებული და უნდა დაირგოს ადგილობრივი ჯიშის ხეები, კოპიტები, ნეკერჩხალი და ასე შემდეგ. ცხადია, არავინ არ დაუს იმაზე, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, მათ შორის ქალაქის ძველი ნაწილი, ძველი ბათუმი, სწორედ რაღაც გზებია მოსაძებნი, რომ ეს იყოს იმ გზებით, იმ ხერხებით გაკეთებული, რომ არ დაზიანდეს ძველი ქალაქი და შენარჩუნებული იქნას კულტურული მემკვიდრეობა. შემხრივ დავამატებდი ერთს, რომ მნიშვნელოვანია იყოს დაგეგმილი ყველაფერი, აქედან გამომდინარე, როგორც აჭარას უკვე აქვს თავისი სისტემატური გეგმა და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ბათუმსაც მომსავალებლად ექნება თავისი სისტემატური გეგმა, რაც მოიცავს იმას, რომ ჩვენ უკვე გვეცოდინება სად, როგორ ამხელა ზომის აგაროებებს და დაფუნქციონირების შენობა ნაგებობები აშენდეს.